ამ ბრძოლას ესე გონია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმსაც ვერ მოიგებენ მედიასთან ომს ვერ მოიგებს ვერავინ თავისუფლება მზიას თავისუფლება ყველა თავისუფლება მედიას და მათ შორის აჭარის მოუწყებელს ასეთი იყო მოქალაქეების პოზიცია ჩვენი შეურაცხყოფის მოპოვების სისტემა თავისუფლება მზიას თავისუფლება პოლიტიკאים Alexander Bitbatmanov პირდაპირ ეთერში. ჩვენ ახლა აჭარის ტელევიზიასთან ვართ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან. თუნდაც იმართება საპროტესტო აქცია. აქ აქციის მონაწილეებმა დღეს მოითხოვეს ეთერის დახმობა და ხანგრძლივი ოდენის შემდეგ რამდენიმე წუთი დაუთმეს პირდაპირ ეთერი აჭარის ტელევიზიაში. სამივე ჟურნალისტები დაამთავრეს დღეს საქმელი ამ ტელევიზიის ლოგოსთან ყველა მოქალაქე მიკროფონთან ყველა ადამიანი ვიყოთ ფრთხილად თავარი ფაბრიკატორები ფალსიფიკატორები მათ მიერ დაჭრილი დამუშავებული ჩანაწერების გამოყენებით დღეს ყველა ნახეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში აბატიმრებენ ადამიანებს ამიტომ ვიყოთ ფრთხილად თავისუფლება მზიას თავისუფლება პოლიტპატიმრებს ეს გელემჯულიშვილი იყო ჟურნალისტი, რომლის საქმესაც ისმენთ თქვენ ხო ბათუმელებლის პირდაპირ ეთერში. დღეს მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა პროცესები ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სადაც განიხილეს 11 და 12 იანვარს დაკავებული საპროტესტო აქციის მონაწილეების საქმე ადმინისტრაციული პატრონობის შეუპარდეს მოსამართლეებმა მეშვეობით მოხსნეს სტუმარი მოგესალმებით ბათუმელებლის პირდაპირ ეთერში რომ გაგვიზიაროთ თქვენი შეფასება იგივე აჭარის ტელევიზიაზე რა როლს ასრულებს ის ამ პროცესში ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და აქ ჩვენ გვინახავს არაერთი აქცია თან ბოლო დღეებშიც როცა ძალიან ხალხმრავალი აქციები იმართება ბათუმში და ამის მიუხედავად ამ აქციების მონაწილეებისთვის პირდაპირ ეთერის დათმობაზე უარს ამბობდა დიდი ხნის განმავლობაში აჭარის ტელევიზია ეს არის ქაღალდზე საზოგადოებრივი მაუწყებელი მე ძალიან მიყვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და ბევრი ენერგია აქვს ხალხშადებული ეს რეფორმება გახორციელდება მიწებაში, მაგრამ როგორც მთელი ქვეყნის ჯიბეში ჩასმას ცდილობს, ეს უკვე არის მინი საზოგადოებრივი მაუწყებელი, ივანიშვილის მინი ტელევიზია, რომელიც ნაცვლად იმისა, ხალხის სუხტის გასაფრთხეს, იგივე როგორც პოლიცია, იგივე როგორც სასამართლო, ამ ივანიშვილის განმარტებას არანაირი აბსოლუტურად არ ამ დღევანდელ ტელევიზიას საზოგადოებრივი ეს არ არის ის საზოგადოებრივი ეს დაიღოს ივანიშვილის დიქტატურა ეს ქვეყანა უნდა იყოს თავისუფალი, უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებები, ეკონომიკური დისციპლინა, ამიტომ ვიწვით ჩვენ, ამიტომ ინიმაგობა კიდევ ყველასეც. ეს არის რეალობა, რომელიც უნდა ივანიშვილის თავისუფლება
ამგანღულაძე კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ხელმძღვანელი. მოდი ლიკა საკაშვილის მოусმინოთ. რა ხდებოდა? მოდით რომ მოუყვეთ ბათუმელების მაყურებელს დღეს აჭარის ტელევიზიაში. რა იყო თქვენი მოთხოვნა? როგორ დაგითმეს ეთერი და რა მოხდა შემდეგ? ჩვენ მოვედით აჭარის მაუწყებელში 8 საათზე, ვითხოვეთ რომ გვინდოდა შეხვედრა მაუწყებლის წარმომადგენელთან, რომ განგვეხილა ეთერში შესვლის სცენარი. ძალიან მშვიდად, ძალიან წყარად დაცვის თანამშრომელს ვთხოვდით, არ ვიცი ეს ადამიანი განსაკუთრებით ღელავდა და ვუხსნით რომ ვიყავით ჟურნალისტები, კოლეგები, მოსულები, უცდიდით გამოსული, მაგრამ ძალიან მოვიდნენ პოლიციის ძალები, ეს მიგდიანი ძალიან ბევრი ხანი, თელი 40 წუთი ვერ ვიგებდით შიგნიდან. ამ დროს ეთეთურაძე იყო შიგნით, არც შიგნით არ ვიცოდით რა ხდებოდა და შემდგომ გამოვიდა ეს სადღაც 1 საათის შემდგომ, როცა ამდენი პოლიციელი მოვიდა. მე მგონი ახალი ამბების პროდიუსერი ნაზი ქვია. ნაზი ქობულაძე, საფრთხის სამსახურის უფროსი. ნაზი ქობულაძე გამოვიდა. შემდეგ დაგითხრეს პირდაპირ ეთერი. მაგრამ სულ რამდენიმე წუთი თქვა, ხო? კი, რამდენიმე წუთი. თქვენ თქვით თქვენი საკითხი, რომ მზია ამაღლობელი კანონპარტნიორი სადამსჯელო ღონისძიებად გამოიყენოს სრულად არაპროპორციული გადაწყვეტილება პატიმრობაზე მზიას, იმიტომ რომ არც მზიას მიმარეს, არც მის მიერ მტკიცებულის რაღაცა ზეწოლის შესაძლებლობა იყო ნული. ეს იყო სადამსჯელო ღონისძიება, იმიტომ რომ უნდა ნეტგაზეთის და ბათუმელების გაჩვენება. მე ვუთხარი რომ ამას ცდილობდა ყველა ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობა, მიშა სააკაშვილი. ეს გონია რომ გაუვა ბიზნესაც, ვერ გაუვა. როგორც ვერ გაუვიდა ნაციონალური მოძრაობა. რაც ეხება კადრებს, რომელიც აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა მზია ამაღლობლის და ირაკლი დგებუაძის ერთგვარ კონფლიქტზე, ხო? რაცაც ატრიალებს დღეს ქართული ოცნება და პროპაგანდისტული არხები, დღეს ასევე პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ აფრიალა ეს ხდომის ასრულების შემდეგ, რომ აი ეს არის ჩემი პასუხი, ჟურნალისტებს ასე უპასუხა მან და სადა აერიდებინა თავის შეკითხვაზე, თუ რატომ არ შეუშვეს მაგალითად ადვოკატები მზია ამაღლობელთან მთელი 3 საათის განმავლობაში. აქ რა როლი შეასრულა აჭარის ტელევიზიამ ამჯერად თქვენი დაკვირვებით? აჭარის ტელევიზიამ სრულიად უკონტექსტოდ манипуляციურად გაუშვა ეს კადრები. მან არაჩვენა 11 იანვარს განვითარებული მომენტის სრული ქრონოლოგია. მათ შორის პირველი დაკავება როგორ მოხდა, მე მგონი გვიანაც მე ხა თბილისში როგორც ვადევნებდი თვალს, აჭარის მაუწყებელი მივიდა ბოლოს საერთოდ მოვლენების გასაშუქებად. მთელი საღამო იქ ადამიანები სტიკერების გამო დააკავეს, იმართებოდა აქცია, არც იყო აჭარის მაუწყებელი და შემდგომ არც ხმაც თუ არ ვწდები ფალსიფიცირებულია, დამონტაჟებულია და არის ის და ამ დროს უნდა ჩანდეს მთლიანი სიტუაცია როგორ იყო. პოლიციის უფროსი შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს კოლეგას და ეს იყო მასზე საპასუხო რეაქცია, რაც იყო, ხო? და ეს არ არის ის სამართლის დანაშაული, მას დარწმუნებულა რომ არნელი ზიანი არ მიუღია, არც კი იქნება ამის დამადასტურებელი ექსპერტიზა, მას შეიძლება იგრძნო თავი შეურაცხყოფლად, კი ბატონო, ეს არის ადმინისტრაციული დანაშაული და ადმინისტრაციული საშუალება. სამართალ დარღვევა, ხო? იყო სამართალ დარღვევა, რომ პოლიციელმა იგრძნო, ალბათ თავი შეურაცხყოფლად, ის ვერ იგრძნობდა თავს დაზიანებულად. შეუძლებელია ამ რაღაცა ხელის შემოქმედება. თუმცა დაზარალებული სტატუსი მიანიჭეს უკვე და ექსპერტიზის ჩატარებას უპირებენ ირაკლი დგებუაძეს ბათუმის პოლიციის უფროსს. აი მოვისმინა როგორ აღწევს, რას გძნობდა, რა განიცადა, რა ტკივილი განიცადა, აი რაში გამოიხატება მისი ზიანი. ეს არის საგანგებოდ манипуляციურად შეკერილი საქმე იმისთვის, რომ სამაგალითოდ დასაჯონ ყველაზე გამორჩეული გამოცემის დამფუძნებელი და დირექტორი და ასე შეგვაშინოს ხოლმე. ვერ ღირსები. მადლობა, ეს ლიკა საკაშვილი იყო, გამოცემა პუბლიკას ხელმძღვანელი, რომლის პოზიციას უსვენთ. მოდით ეთეთურაძე რახან გამოვიდა, მას გავისაუბროთ უშუალოდ. ბოდიში, მინდა ჩაგდოთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, რომ უფრო სტრატეგიულად მოვუყვეთ. კარგი. მოგეთ ჩვენ მოვისმინეთ პრინციპში ეს გამოსვლები აჭარის ტელევიზიასთან. მოდი თქვენი მოსაზრება გითხარით, როგორც მოქალაქემ, თქვენი აზრით, რა როლს ასრულებს ამ პროცესში აჭარის ტელევიზია? ის არის წესით უნდა იყოს ხალხის ტელევიზია, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ ვიხდით ამისთვის, თითოეული ჩვენგანი ვიხდით ფულს. და მას პირდაპირ ავალებს კანონი, რომ გაატაროს საზოგადოების ინტერესები. რას აკეთებს რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს და მათ შორის აჭარის ტელევიზია, თქვენი აზრით, იგივე ამ საპროტესტო, ხალხმრავალი საპროტესტო აქციების დროს. არასრულებს თავის მოვალეობას საზოგადოებრივი არხი, ყველაზე კარგად საზოგადოებრივი არხი, ყველაზე კარგად უნდა ესწროს ხალხის ხმა. გულისკივილი და ყველა მოვლენაზე უნდა ქონდეს ობიექტური აზრის დადების საშუალება, მაგრამ როგორც დღევანდელი სიტუაციიდან ვხედავთ,
ზუსტად აჭარის ტელევიზიის კადრების, დაჭერილი კადრების საშუალებით ხდება ფალსიფიცირება ფაქტების და ადამიანებს იჭერენ უკანონოდ, უსაფუძვლოდ და ტელევიზია, რომელიც მართლა ხალხის ხმა უნდა იყოს, გადაიქცა პოლიციის განაყოფად, პოლიციის ხმა. არ მგონია, რომ ჟურნალისტებთან, ტელევიზიებთან ბრძოლას და მოიგებს რომელიმე მთავრობა ბევრჯერ წაუგიათ და წააგებენ კიდეც, მაგრამ ამაში დიდი წვლილი ისევ ტელევიზიას მიუძღვის და რომ თავისუფალი იყოს ქვეყანა, პირველ რიგში ტელევიზია უნდა იყოს თავისუფალი და რატომღაც ჩვენს ტელევიზიას არ ესმის. არ ესმოდა აღორძინების ტელევიზიას, არ ესმოდა აჭარის ტელევიზიას, არ ასმის და მით უმეტეს საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ესმის. ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. და დღეს ვუყურებ როგორი ბრძოლის შემდეგ მოუწია სამ ადამიანს, სამ ჟურნალისტს შესულიყო დაწესებულებაში, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ ხალხს, რომელიც ფინანსდება ჩვენი ფული. და არ გვაქვს, არ უნდა გვიწევდეს ძალის გამოყენებით შესვლა მიტინგით და რაც მთელი ამბით, რომ ორმა ადამიანმა, მართალმა ადამიანმა თავისი ხმა სიმართლე მოხალხადე მიიწვია. რა შეხედავთ წინააღმდეგობას, როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის განვითარებას, მის შენარჩუნებას, ამ პირობებში როცა აქტიურად ამოქმედდა რეპრესიული მანქანა, იგივე კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, ასე შეხედავთ აქტიურ დაკავებას, აკავებენ მოქალაქეებს, მათ უკვე მოსამართლებიც ჩაებდნენ ამ პროცესში და არც ერთი არ გავამართლეს, ვინც დააკავეს ამ საპროტესტო აქციაზე. ხო, შეხედავთ, რომ ყველაზე მკაცრ ზომას იყენებს მოსამართლე და არაფერს არ აკეთებს ის პრინციპში, რომ ბოლომდე მისცეს მხარეს დაცვის საშუალება და მტკიცებულების წარმოდგენის შესაძლებლობა სასამართლო პროცესზე და მათ შეუპარდეს ადმინისტრაციული პატიმრობები, ასევე ზიამაღლობელი, რომელიც გამოწვევა თქმელების დაფუძნებელია, მას უკვე პატიმრობა შეუფარდა დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. ამ ვითარებაში როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის განვითარებას და გაძლიერებას ისე რომ ამას კონდეს გავლენა? მე მაინც ვფიქრობ, რომ საზოგადოება უნდა ბოლოს-საბოლოს უნდა გაიღვიძოს ამ ხალხმა. საღათას ძილში მგონია, რომ არის ქვეყანა ჯერ კიდევ ახალგაზრდები 20,000 სტუდენტი სწავლობს თესეულში 20,000 5,000 რომ გამოვიდეს და რადგან ხო ესეთი არის ხალხი თუ არ გამოფხიზ და გვერდი თუ არ დაგვიდგა არასდა კი მაგრამ არ არის საკმარისი თითქოს შევეჩვიეთ ჩვენ გამოვდივართ ისინი დგანან მე გვიჭერენ მე და აი გრძელდება უკვე თვეები და მეშინია ელორიზაცია არ მოხდეს იქაც ორი თვე იდგა ხალხი თანაც 100,000-ობით ადამიანი იდგა მაგრამ ვერ მიაღწიეს თავისას ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ერთად უნდა ვიყოთ და კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას ვინმე თუ უყურებს ამას ამ წუთას და მისმენს გამოდით თქვენი შვილებისთვის შვილიშვილებისთვის თქვენთვის მომავლისთვის გამოდით სამშობლოს კარგას და ამაზე მეტი რა უნდა გაგვემართოს მიწაწყალი იქნება სახელმწიფო არ გვექნება თორე ესე ციგნებიც არიან დადიან ფულიც აქვს საშუალებაც აქვს მაგრამ ქვეყანა არ აქვს და ნუ გავხდით ჩვენს სათაყვანებელ ქვეყანას პატარა მიწის ნაგლეჯს ოთარ ჭილაძეს რა კარგად აქვს ნაცვამი და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი პატარა ბედნიერები უნდა ვიყოთ ამ მიწაზე და სულ ბრძოლა გვიწევს იმისთვის რომ შევინარჩუნოთ უნდა ვიბრძოლოთ მართალია ბრძოლა და ბრძოლა გადაგვაჩვენს რომც მოვიპოვოთ თავისუფლება დამოუკიდებლობა ბოლომდე მაინც აუცილებლად როგორც მერაბ კოსტავა იტყო და ყოველთვის უნდა ვიყოთ ხიზლად და უნდა ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და თუ არ გამოვა ხალხი უნდა გამოვიდნენ აუცილებლად გვერდით დაგვიწყდა და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს თავისუფლება იმ ადამიანებს რომლებიც წვიმაში ხარში ავდარში დგანან აქ თქვენთვის ჩვენთვის და ქვეყნისთვის დიდი მადლობა ჟურნალისტებს თქვენი სახელი შემოგხსენეთ მადლობა მოქალაქე რომელსაც თქვენ ახლა ისმენდით მოვისმენთ სხვა მოქალაქეს მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში საინტერესოა თქვენ როგორც მოქალაქის თავისუფლება დღევანდელ დღეზე დღეს ჩვენ ისე ვართ აჭარის ტელევიზიასთან ჩვენ არაერთხელ ვნახეთ განსაკუთრებით ბოლო დღეებში საპროტესტო აქციები აქტიური მოთხოვნით როცა ხალხმრავალი საპროტესტო აქციებია ამას დაუთმობს პირდაპირ ეთერები აჭარის ტელევიზიამ
რა როლს ასრულებს დღეს აჭარის ტელევიზია გვემ ზიამაღლობლის საქმეში თქვენ როგორ ხედავთ იმიტომ რომ უბრალოდ აჭარის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებს აფრიალებს პროპაგანდისტული არხები და ქართული ოცნების არხები იგივე ტროლები რომ აი ნახეთ ჟურნალისტი ძალადობს თქვა პოლიციის უფროზე როგორ შემოარტყა სახეში ხელი ისე რომ იქ არ ჩანს კონტექსტი არ ჩანს მანამდე რა ხდებოდა ხო და აი ამ სურათის ნახატოს ცდილობენ საზოგადოებისთვის თქვენთვის როგორ ჩანს ეს საქმე და აჭარის ტელევიზიის როლი ამ პროცესში აჭარის ტელევიზიის როლი ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ეს არის სახალხო ტელევიზია პირველი და ფინანსდება ხალხის მიერ უნდა ემსახურებოდეს ხალხს შემდეგ აქ არის საუბარი რომელიმე ჩვეულებრივ მოქალაქეზე ან პოლიტაქტივისტის დაკავებაზე საუბარი ხო დააკავეს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მედიის დამფუძნებელი დირექტორი ელემენტარულად კოლეგიალობა უნდა გამოიჩინოს მაინც და აი ჟურნალისტური ეთიკის კოდექსიდან არ უნდა გევიდეს და ამის ნორმა არ უნდა დარჩეს, თორე აჭარის ტელევიზიის და საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა თუ როგორ ემსახურება ხალხს კიდევ ერთხელ გამოვიდები მიუხედავად იმისა, რომ არის ხალხის მიერ დაფინანსებული, ეს არაერთხელ ნახეთ და ისევე როგორც არალეგიტიმური მთავრობისგან, ისევე როგორც ამ ეგრეთ წოდებული პოლიციისგან, რომელიც სამთავრობაზე ემსახურება და იცავს ამ შემთხვევაში, არანაირი დადებითი მოლოდინი არ მაქვს სიმართლე რომ ვთქვა, ჩვეულებრივი ხალხის საწინააღმდეგო აქციის გაშავებაში არის ჩართული ეს აჭარის ტელევიზიაც და საზოგადოებრივი მაუწყებლის გამონაკლის შემთხვევებისა აი ამ აქციების შედეგად ვითომ რაღაცა ხოლმე ეთერების დათმობას აკეთებენ ან რაღაცა მინიმალური გაშუქებები ხდება თუმცა არსებითად ამათთან არანაირი არ იცვლება ეს ტელევიზია საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურებოდა მთავრობებს წინა მთავრობაც ამ მთავრობასაც და სტატუსი აქვს სახალხო დაფინანსება სახალხო თუმცა სახალხო ამათ არაფერი არ გააჩნიათ აბსოლუტურად რაც შეეხება ზიამაღლობელის დაკავებას ერთადერთი მედია საშუალება რომელიც ობიექტურად აშუქებს დღეს არსებულ მოვლენებს ეს არის ბათუმელები ნეტგაზეთი და ასევე ვიტყოდი პალიტრანიუსი სიმართლე რომელიც არის სახალხო სიმართლე თქვენს მიერ შუქდება ონლაინ რეჟიმში ყველაზე მტკივნეული და მწარე აღმოჩნდა დღევანდელი რეჟიმისთვის სწორედ ეს თქვენ ახმოვანებთ სახალხო აზრს არსებობს სხვადასხვა ტელევიზიები რომლებიც ხალხის მხარეს დგას ოპოზიციური არხებია თუმცა ეს ხალხი უფრო მეტად აშუქებს პარტიულ ინტერესებს და პარტიულ მხარეს, რა თქმა უნდა, მთავრობის საწინააღმდეგო და შეიძლება საზღვრებს გარეთ ამ არხებს მეტი უსმენს და მეტი უყურებს, თუმცა ადგილზე ქართველი ხალხისთვის, ლეხი ხალხისთვის უფრო მეტად გასაგებენაზე, უფრო გამარტივებულად, განურჩევლად წამსისა შეხედულებისა ახერხებს გაშუქებას თქვენი არხი. შესაბამისად, ყველაზე მტკივნეული არის დღევანდელი რეჟიმისთვის თქვენი მაუწყებლობა. საინტერესოა თქვენი დაკვირვება, რატომ აწყობდა ეს ივანიშვილს ამ ეტაპზე გადასვლა, იმიტომ რომ პოლიტიკურ ლოგიკას თუ მიუყვებით, იდეაში არ უნდა აწყობდეს ივანიშვილს, რომ ეხლა ზიამაღლობელი ასეთი გამოცემის დირექტორი იყოს გისოსებს მიღმა. ხო, მასალენ დიდი საერთაშორისო გამოხმაურება აქვს, ამერიკელი კონგრესმენებიც კი ეხმაურებიან ამ ამბავს და უნდა გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრებია, ისმის ეს მოთხოვნა ივანიშვილის მისამართით. რატომ აწყობდა და რატომ აწყობს ივანიშვილს ეს კიდევ უფრო გამძაფრება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, თორსა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს მისი სურვილი როგორ უნდა სურს მას გაანადგუროს და გააქროს კრიტიკული აზრი ამ ქვეყანაში. და რაღაცა ახლა გამონადები ეს არის მხოლოდ დაშინების მცდელობა, ოღონდ ცოტა მკაცრი დაშინების რეპრესიები გრძელდება რა თქმა უნდა, უფრო მკაცრდება, რაც მეტი კრიტიკული ადამიანი იქნება დაშინებული თუ ეს იქნება მედია საშუალება რეჟიმისთვის რა თქმა უნდა უკეთესია, ამ მედია საშუალებას, აი თქვენს მედია საშუალებას ბათუმელებს ვერ მიაკუთვნეს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიას. შესაბამისად აქედან გამომდინარე პირდაპირ დაიწყო რეპრესიები თქვენთან მიმართებაში. მე 58-52 უკვე ყოველდღიურად 52 თორცდები. იმ
ღამესაც, როდესაც თავად სამართლოსთან ზიას დაკავება მოხდა, ვიყავი ადგილზე, ადამიანი დაკავებიდან 9 საათის შემდეგ ფაქტიურად დააკავეს თავიდან, ხო? რა მოხდა, ხომ არ შეესწრები ხართ უშუალოდ ფაქტს, რა ვითარებაში დააკავეს მზიამაღლები, როგორც პირველ ასევე მეორე შემთხვევაში? ორივე შემთხვევა, პირველი შემთხვევა იყო ეტიკეტის სტიკერის იფიცება საქართველოს ამის გაკრვის გამო. შუსის ღობეზე გააკრა მან ეს სტიკერი. კი, პირველი შემთხვევა იყო ეს და შემდეგი შემთხვევა იყო ის მე ვფიქრობ რომ ჩვეულებრივი მოწყობილი პროვოკაცია იყო, ასე შევაფასებდი. მე არ ვიცი გასაუბრები იყო და რა მოხდა, თუმცა ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს თვლი. 9 საათის შემდეგ მოხდა თავიდან დაკავება, მაგრამ როგორც ჩანს თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ მზი არ უნდა დაკავებულიყო ადმინისტრაციული წესით და უნდა დაკავებულიყო სისხლის სამართლით. ხო. ანუ ეს იყო მათი განზრახვა, თქვენ ვფიქრობთ რომ ეს წინასწარ იყო განსაზღვრული. გავრცელდა ასევე კადრები, ჩვენ გავვრცელეთ ეს ინფორმაცია, როცა ირაკლი გებუაძე იმუქრება მზიამაღლების მისამართით სისხლით დავიჭერო და იგინება ასევე ეს. ამან რა შეცვალა თქვენთვის დამატებით, როცა ეს კადრები ნახეთ? არსებითად არაფერი, ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო აღნიშნული სიტუაცია თუ როგორ ისთვის რანაირად მოხდა და როგორ მოხდებოდა რა სიტყოდენ ამაში ორი აზრი არ არის, ამათ აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულება და მიყვება თემ მიმართულებას. რაც შეეხება ახლა წინააღმდეგობას, როგორ ხედავთ მის განვითარებას? ახლა უკვე საპროტესტო აქციამ გადმოინაცვლა სასამართლოსთან, იმდენად გაძლიერდა უკვე რეპრესიული ტალღა, ხო აკავებენ ადამიანებს და სასამართლოს აქტიურად ცდილობს უკვე შეიძლება თამათ ითქვას, რომ ხელი შეუწყოს ივანიშვილის რეჟიმს, რომ პროტესტის ჩახშობაში ხელი შეუწყოს მას. ჩვენ ხედავთ, რომ არც ერთი არ გაუმართლებიათ, ვინც დააკავეს ამ აქციაზე და ყველაზე მკაცრ ზომას იყენებს სასამართლო ადმინისტრაციულ პატიმრობას, ასევე მხარებს არ აძლევს რაცნობარია საშუალებას, რომ მათ წარმოადგენენ მოწმეები, მტკიცებულებები მოიპოვონ, ანუ საკმარის დროს არ აძლევს იმისთვის, რომ სამართლიანი მარცხაჯულების უფლებით ისარგებლონ მოქალაქეებმა. ამ ვითარებაში როგორ ხედავთ ამ წინააღმდეგობის განვითარებას, ან შენარჩუნებას მინიმუმ, ისე რომ ამას გქონდეს გავლენა, იმიტომ რომ ამ ეტაპამდე ივანიშვილი ყოველ შემთხვევაში ფორმალურად არაფერს არ თმობს. ამ შემთხვევაში მიუყვებით რეჟიმის მიერ დაგეგმილ სცენარს და მეტი არაფერი და მე დავაფიქსირებ ამასთან დაკავშირებით ახლა ჩემს, რომ ჩვენი საპროტესტო გამოსვლები საქალაქო სასამართლოსთან თუნდაც პოლიციის რომელიმე შენობასთან ეს არის არასწორი ფორმა და რატომ მოკლებით ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნა რაც არის ადამიანელი არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება დაკავებულების რეჟიმის ტყვეების, ხო? ამ ორი მთავარი მოთხოვნის ირგვლივ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ყველა სხვა დანარჩენი არის შემდეგი საკითხი და თუ ჩვენ დავტოვებთ იმ მთავარ ლოკაციებს, არა მარტო თბილისში, ბათუმში, თბილისში, თბილისში, ქუთაისში და გადავინახავთ სხვადასხვა ლოკაციებზე, ან ჩამოვხელდებით იმ აზრს, რომ იდეას თუნდაც რასაც ვუწევთ, ეს არის არჩევნების დანიშნულება, პოლიტპატიმრების ტყვეობიდან გათავისუფლება და გადავერთებით. თუნდაც მოსამართლე ხო ვიცით ჩვენ, რომ თავიდანვე გადაწყვეტილია რაც უნდა გააკეთოს. იგივე პოლიციელმა ხო ვიცით, მე არ მახსენდება არც ერთი აქციიდან პოლიციას უნდა დაეკავებინოს და პოლიციის შენობიდან ჩვენ აქციის მონაწილეებს ამოგვიყვანოს ეს ასე არ ხდება. ამიტომ ლოკაცია უნდა იყოს უცვლელი, ერთი და იგივე ლოკაციები ამ ცენტრალური ადგილებიდან უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყოველდღიურად. ან თქვენ ფიქრობთ, რომ თბილისში უნდა იყოს მარტო ეს აქცია? არა, ყველგან უნდა იყოს. თბილისშიც უნდა იყოს, ბათუმშიც უნდა იყოს, აბსოლუტურად ყველა ქალაქში უნდა იყოს. ოღონდ არ უნდა იყოს ყურადღების გადატანა სხვადასხვა საკითხებზე. ერთი და იგივე ლოკაციიდან უნდა ვაკეთოთ ჩვენ ყოველდღიური აქცია. ხო, მაგრამ ეხლა ლოგიკური იყო მგონი ეს, რომ როცა საპროტესტო აქციებმა გადმოინაცვლა სასამართლოსთან, ხო, იმიტომ რომ დააკავეს ძალიან ბევრი აქციის მონაწილე და ერთგვარი სოლიდარობაც იყო, როცა აქციის მონაწილე მივიდნენ უკვე სასამართლოსთან. რაღაცა დროის განმავლობაში, თუნდაც სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში ლოგიკურია რომ მივიდეთ და გავაპროტესტოთ, თუმცა ადგილი, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან მთავრობის სახლის წინ გავართ უკვე თითქმის 2 თვეა და ვაპროტესტებთ, ეს ადგილი უნდა იყოს უცვლელი ყოველდღიურობისთვის
ეს არის მთავარი. და ის ორი საკითხი, რაც არის, რომ ახალი თავისუფალი არჩევნები, პოლიტპატიმრების ტყვეები და განთავისუფლება. ამ ორი საკითხის ირგვლივ უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. ჩვენ დღეს აქ ვართ ყველა რეჟიმის ტყვეები. ვიღაცას დღეს გვაკავებენ, ვიღაცას ხვალ დაგვაკავებენ, ვიღაცას ზეგო. ეს არის ბუნებრივი პროცესი, აქ საყლიდან ადამიანი რო გამოდის, ამისთვის არის ყველა მზად. და ეს დიდი ოჯახი აქ არანაირი უკვე წაღან მეგობრებთან ერთად აგერხონდა საუბარი. აქ არის ერთი დიდი ოჯახი უკვე. ჩვენ აქ არ განვიხილავთ ვინმე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლად. პარტიული საკითხები იქნება იმ მიზნების და შედეგების მიღწევის შემდეგ განხილვაში, როცა დაინიშნება ახალი თავისუფალი არჩევნები და ყველა პატიმარი იქნება გარეთ, რეჟიმის ტყვევი არის ამ რეპრესიებს ეწირება დღესდღეობით. ამის შემდეგ იქნება პოლიტიკურ ცხოვრებაზე და პარტიულ ცხოვრებაზე საუბარი. მანამდე ერთი და იგივე მოთხოვნის ირგვლივ უნდა ვიყოთ. და რაც მთავარია კიდევ, ჩვენ ყველა აქციონერი ვიძახით, რომ რეჟიმი და მის მიერ მოწყობილი რეპრესიები ხალხო, ქართულ ხალხს მინდა მიმართოთ, ბათუმელებს, ურულებს, კახელებს, იმერლებს, მეგრელებს, ყველას აბსოლუტურად განურჩევლად სხვადასხვა კუთხის შვილისა, რომ თქვენ ატრიალებთ ეს, ვინც არ გამოდიხართ გარეთ რეჟიმის მანქანაში. ქვეყანა უფრო და უფრო წავა კრიზისში, სანამ თქვენ არ გამოყვალთ გარეთ, უფრო და უფრო მეტ ადამიანს დაიჭერენ, უფრო და უფრო მეტ ადამიანს დაჩაგრავენ და დღეს თუ არა ყვალთ, თქვენ შეგაწუხებთ და თქვენც მოგარგებათ ეს რეჟიმი და რეპრესიები. ამიტომ რაც უფრო მეტნი ვიქნებით, რაც უფრო ერთად დავდგებით და უფრო აქტიურები ვიქნებით, უფრო მალე დასრულდება რეჟიმი, უფრო ნაკლებად ჩამოიშლება ჩვენი ეკონომიკა და ინსტიტუტები და უფრო მყარები და უფრო ძლიერები ვიქნებით. მადლობა, თქვენი სახელი შემოგხსენეთ. ომარ ირემაძე. ომარ ირემაძე, მადლობა ომარ. ასეთი იყო მოქალაქის გზავნილი ბათუმის საპროტესტო აქციიდან. ამჯერად საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან აჭარის ტელევიზიასთან. მე გავესაუბრები სხვა ჟურნალისტებთან, რომ უფრო მეტი გავიგოთ ამ პროტესტის შესახებ. ბოდიში ბოდიშით რო ჩავწეროთ, ირვა, თქვენი მოსაზრება საინტერესო იქნება ჟურნალისტების განსაკუთრებით აჭარის ტელევიზიასთან. როცა პროტესტის ჩახშობას ეხლა სხვადასხვა ფორმებით ცდილობს ქართული ოცნება, თქვენ მოსასამართლოს ამაში აქტიურად ჩართულია, ხო? რა როლს ასრულებს აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებელი? რა შეგიძლიათ პოლიცია დღეს ნახეთ და დავწყებით, რომ არის პოლიციური რეპრესიული რეჟიმის ნაწილი აჭარის ტელევიზიაში. მე არ მახსენდება გარდა იმისა, რომ თავის დროზე იმედში შეიჭრა წინა ხელისუფლების წარმომადგენლები და დაარბიეს თუ გამოხდეს ეთერი. არ მახსენდება არც ერთი სხვა შემთხვევა, როდესაც ეთერში სტუმრად შეყვანილი რესპონდენტი პოლიციის ძალით გამოეყვანათ სტუდიიდან. და დღეში რაც მოხდა ეთერთურაძის შემთხვევაში. შევიდნენ და ეთერი გამოიყვანეს გარეთ ძალის გამოყენებით ფიზიკურად. ხო. რას ნიშნავდა თქვენთვის ეს ამბავი? ტელევიზიასთან და საერთოდ მით უფრო საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ მისი დირექტორის და ხელმძღვანელის ამას გააჭყოტელებებს იღებს, იქ მებართვის გარეშე პოლიცია ვერ შევიდოდა. ხო, ნორმალური მენეჯმენტის პირობებში. რეალურად მას მართავს სუსი და საპოლიციო რეჟიმი. არაფერი ამას ტელევიზიასთან საერთო არ აქვს. და ეს ნახეთ მათ შორის მზიას წინააღმდეგ გამოყენებული ფალსიფიცირებული ვიდეო ჩანაწერით. იარას იყენებენ პროსახელმწიფო ჩანს. რა უძღოდა იმას წინ ხმა რატომ ქონდათ ჩახშობილი? რატომ იყო დაჭერილი და დამონტაჟებული? ასეთი ფალსიფიკატორები არიან ესე? რუსული რეჟიმის ასაკები. მადლობა, ეს გელემ თიულიშვილი იყო ჟურნალისტი. ეთერი რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, მოგეთ რა მოხდა დღეს აჭარის ტელევიზიაში, გამოგიყვანეს ძალით, როგორც ნახეთ და რა ხდებოდა მანამდე რომ მოუყვე მაყურებელს. ეთერთურაძე გამოცემა ბათუმელების რედაქტორი. ბოდიშვილი ეს ვარ, გარებაში ვარ. შევედი სტუდიაში. მოახერხებდა სტუდიაში საინფორმაციო. ხანგრძლივი მოთხოვნის შემდეგ, ხო? ძალიან დიდი დასჭირდათ მან. შემდეგ არ შევსვარ, შევედი პირდაპირ, მოვედი, შევედი ისე რომ რაღაცნაირად მოახერხე არა ახლა მნიშვნელოვანი, შევედი სტუდიაში საინფორმაციოს დროს პირდაპირ შეხვდნენ. მე არ შემეშლია ახლა საინფორმაციოს ვიდეო კუთხეში და როდესაც კადრი შემოიყვანეს, ჩართვაზე გავიდნენ, უთხარი წამყვანს რომ ვიღაცა წარმართლის საკუთრება მიყავი სტუდიაში და ვიტყოდი ეთერზე. მოვიდნენ საკმაოდ რაღაცა თავაზიანად მithres რომ ხომ არ გავიდოდი, უთხარი არ გავიდოდი, უთხარი ეთერს და არ გავალ, ხელს არ შეგიძლით. თქვენ ნუ გადაწყვეტთ, არა ხართ გადაწყვეტილი, ვინც არის, იმან მიიღოს გადაწყვეტილება, რომ არ მაძლევს ეთერს.
ეს ვიდეო ტელევიზიის თანამშრომელი თუ ტელევიზიის თანამშრომელი რეკავდნენ სადღაც ამასობაში საინფორმაციო ვიდეო ჩვენებად რაღაცა სიუჟეტები ამოიღეს რაღაცები რა ვიცი შევკრიჭეთ რომ ესე თქვენ გავიგონე და როდესაც მორჩა საინფორმაციო დაემშვიდობენ გაათიშეს ეთერი სიგნალი გამორთეს საინფორმაციო სიგნალი გამორთეს და წამყვანიც გავიდა მარტო ბავშვის სტუდიაში მე ვიყავი ჩართული ტელეფონით რა თქმა უნდა იმიტომ რომ ველოდობდი რომ alles რაც მოხდა ის მოხდა და რამდენიმე წუთის დაახლოებით 5 წუთი ვიყავი მარტო სტუდიაში მაინც ველოდობდი მოვიდნენ შემოვიდნენ ჩართეს ისე სიგნალი კამერები ჩართეს ყველაფერი შემოვიდა წარკვალი დადგა კამერები და ჩიქების ხალხი შემოვიდეს და მithesa ამზადებდნენ ეთერ საგანგებო ეთერს ამზადებდნენ და უნდა შესაძლოა ეთერში მე და შეიძლება კარგი ამასობაში ისინი გავიდნენ ყველა წამყვანი მიჩნდა უბრალოდ შემოვარდნენ პოლიციელები და მithesa რომ უნდა დავტოვოთ შემოვიდნენ პოლიციელები შემოვიდნენ და მithesa რომ მეთქი რასაკეთებ ხათო სტუდია განზადე ჩართულია კამერები უნდა შევიდეთ ეთერში არ გააკეთოთ ეს მენეჯმენტი არ არის თქვენ ერევით ეხლა იმ სფეროში შეხვდით რაც თქვენ საერთოდ არ გეხებათ თუ და არ გააკეთეთ ეს ხო არა ქალბატონი გამოგზავნე ჩამოფრინდა 4 კაცი და გამომიყვანეს გარეთ გამოვიდი კიბეებზე იქ გავჩერდი ძალიან დავჯანიანდი ამასობაში სპეცრაზმე აპირებდა ჩარევას მიტოვეს არ არის მიღბიანები არის სპეცრაზმე ვინც არის ხო და უთხარი რომ ისინი მოიქცნენ ძალიან ცუდად კიდევ ერთხელ აუხსენდნენ ეს არ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ არ აქვს ამის უფლება მას აკეთებენ წავიდნენ და უთხრან ტელევიზიის ხელმძღვანელობას რომ რას აპირებენ მაძლევენ თუ არა ეთერს თვითონ მითხრა რომ არ მithმობენ ეთერს და მე გავაეთქვა თუ გავალ და ისე რომ თქვენ გამაგდოთ თუ ვიტყვი რომ ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი გავაფრთხილე მე არ მოგწევა რაღაცა ისე რა წავიდნენ პოლიციელები ისევ ვიღაცას ელაპარაკეს მე ვიცი ვისაც ელაპარაკეს მაგრამ ახლა არ არის მნიშვნელოვანი მესმოდა ყველაფერი და დაბრუნდა მithesa რომ არა ქალბატონო უნდა წახვიდეთ თუ ძალის გამოყენება ისე პოლიციელებმა ძალის გამოყენება გამომაგდეს და მე ისედაც მქონდა ეჭვირი ამ შენობის არამედიური ქცევებზე ამ შენობაში მოთავსებული რაღაც გადაცემებად გადაფუთული რა ვიცი მე რა წარმონაქმნია ვეღარ ხვდები თავის დროზე იყო აჭარის მთავრობის რაღაცა საქმეუწყო დაწესებულება ითი რამბების და მithნეობის მეტყვი არაფერს არ ქონდა და ეხლა უარეს სხვა ლეველზე ავიქნა და დანაყოფი არის მე როდესაც ვისაუბრე იმაზე რომ ტელევიზია სტუდიიდან გამომიყვანეს პოლიციელებმა მაშინ არის მეფეშიშვილია გაინახეს რომ ამას ვიტყოდი რომ ეს კაცი არის სრუპელია იმიტომ რომ ხაზზე იყო დამკვიდრდა ეთერს და მე პოლიციელების მეშვეობით გამომარდო სრუპენტელა ეს ადამიანი რომელიც დანაყოფის თანამშრომელია რაჩინია მე არ ვიცი მაგრამ ეს სრუპენტელობა არ გაუვა მეფეშიშვილია და მე ხარ შემიძლია თამამად თქვა რომ ეს არის განსაკუთრებული სამართლის რატომ მოვიდი ჩვენ დღეს რომ ამ ახმა შექმნა ფაბრიკაცია კადრები მზეამაღლობელის დაკავების კონტექსტში ეს პროპაგანდისტები კადრები რომელსაც აფრიალებენ პროპაგანდისტები ხო სახელმწიფო არქივი პროპაგანდისტი იარაღია მთავარი ინსტრუმენტი მზეამაღლობელის გასაშავებლად და მე მათთვის მინდოდა ვთქვა რომ ესენი არიან დანაყოფი რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინ ეხმარება როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ამის როცა უჭირს ან დღესაც ეს როლი შეასრულა აჭარის ტელევიზიამ 2011 წელს 8 ადამიანი დააჭერინეს ქვის როლისთვის პროვოკატორმა რო ქვა ისროლა და შუშა ჩამწვეს და 8 ადამიანი დააკავეს მათ შორის შენი მოგვარი ჩეკნაელანიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული უცნაური ეხლა მზეამაღლობელი დააკავებდეს ამათ ფაბრიკაციის წყალობით. ალბათ ჩვენებებსაც დღეს ეს წამყვანი მეუბნებოდა რომ მე ეთერში შევეჭერი ინერვიულა და ეს იყო დანაშაული. მე მას მიმართე რომ თავად გამოსწორდა როგორ უნდა დააკავებდნენ ადამიანები და პარტნიორობას მიმართენ თავიანთ ბოსებს განცხადებით და ჩემს წინააღმდეგ შეუძლიათ დაიწყონ ადმინისტრაციული ასეთის სამართლებრივი დევნა პრობლემა არ არის. მათ ეს გამოსდით, კარგად შეუძლიათ და ახლა საკი ჩვენი ეთერის მეშვეობით რომ შეუძლიათ მიჩივლონ რომ შევედი ეთერში. ანუ ამ პროტესტის წინააღმდეგ როცა მუშაობს ქართულოსების სხვა მეთოდით რომ შეასუსტოს და ასუსტოს ან გააქროს ეს პროტესტი წინააღმდეგობა ქვეყანაში თქვენ გაქვთ განცდა რომ აჭარის ტელევიზია დაეხმარა ანუ ჩააბეს არ მაქვს ავწმუნდი დღეს კადრები მაქვს რომელიც არის დაჭრილი
და ქმნის შტაბ-ექსპედიციას, რომ მზია მაღლობელმა უსაფუძვლოდ და უსაგნოდ დაარტყა სახეში გააწნა სილოქოსტელად პოლიცმინისტრ იმას რა ქვია გებუაძეს. გებუაძე, რომელიც 20 კაცით იყო, 20 პოლიციელი იყო. ბატონო? აგერ ცხოვრობს ახლა მაგ. ვინ? გებუაძე. გამაგებინეთ მაგის მისაბართი მაინტერესებს ისე, მასაც უნდა მივაკითხო სახში და ტორტი უნდა მეუტანო. ხო, რას ვამბობ? ხან გებუაძე ანუ შექმნეს კადრი თითქოს უსაფუძვლოდ დაარტყა მზია მაღლობელმა სილა გააწნა არ დაუტყა სილა გააწნა მზია მაღლობელმა ხო აგრესიული ჟურნალისტი რომელმაც ხო შემოკრეს ჟურნალისტი რომელმაც იძალა და 20 პოლიციელით გარშემორტყმულ პოლიციის უფროსზე ჩვენ ორი ქალი ვიდექით 20 პოლიციელით გარშემორტყმულ პოლიციის უფროსთან და იძალა და მზია მაღლობელმა ემაზე რა ქვია პოლიციის უფროსთან პოლიციის სამმართველოს წინ პოლიციის სამმართველოს წინ ეს კადრი შექმნეს ამათ ეს კადრი გავრცელეს ამათ და მთელი კოცი პროპაგანდა ამ კადრს ამუშავებს ამ კადრს აზრიარებს და ამაზე მთელი ვერტიკალი ამაზე საუბრობს და ამით ცდილობენ მზია მაღლობელის გაშავებას ვერ გააშავებენ შაუბნელი ძალები სიმართლეს ვერ გააშავებენ შაუბნელი ძალები დამთავრდებიან აუცილებლად მადლობა ეს ეთერთურაძე იყო გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის მთავარი რედაქტორი ქონის პოლიციას ისმენთ ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში ხედავთ რომ პოლიციელები შერჩებიან აჭარის ტელევიზიის შესაძლოთან ეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის აჭარის ტელევიზია სადაც დღეს მოვიდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები და თქვენს რომ აჭარის ტელევიზია ისევ ფაბრიკაციით არის დაკავებული იმისთვის რომ დაეხმაროს ქართულ ოცნებას პროტესტის გაქრობაში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობაში როცა ქართული ოცნება აქტიურად ცდილობს რომ დაასუსტოს გააქროს საერთოდ კრიტიკული მედია ამაში აჭარის ტელევიზია ისევ როგორც წინა წლებში წინა ხელისუფლებების დროს აქტიურს თამაშობდა იგივე როლს თამაშობს დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია სწორედ ამის სათქმელად მოვიდნენ დღეს აქ ადამიანები და მოქალაქეების სათქმელი როგორც ჩვენ მოვისმინეთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში იყო სწორედ ეს მოდი ბატონი ვაჟას პოზიცია მოვისმინოთ ბოდიში რომ გაწყვეტინებთ ბატონი ვაჟა ანანიძე პროფესორი რომელიც გაუშვეს საზღვაო აკადემიიდან და ის ცნობილია როგორც ერთი კაცის აქციით, როცა მან ამხილა პლაგიატში თავისი კოლეგები საზღვაო აკადემიაში, ნაცვლად იმისა, რომ ვინმე შეესწავლა და გამოირკვია ეს საკითხები, თქვენ გამოგიშვეს საზღვაო აკადემიიდან, ხო? დღეს თქვენ ხართ ამ აქციაზე, მაგრამ აჭარის ტელევიზიის წინ. რა როლს ასრულებს დღეს აჭარის ტელევიზია თქვენის აზრით, მაშინ როცა ქართული ოცნება აქტიური ფორმებით ცდილობს, რომ დაასუსტოს ან გააქროს წინააღმდეგობა ქვეყანაში, ასევე დაასუსტოს კრიტიკული მედია. თქვენი შტაბ-ექსპედიცია გაგვიზიარეთ. აჭარის ტელევიზია ჩემი აზრით როგორც საზოგადოებრივი ტელევიზია წადია სხვაგვარად უნდა აშუქებდეს პრობლემებს და არა ისე როგორც ეს ხელისუფლებას სურს. აქედან გამომდინარე ეს არის ყველა წესის დარღვევა რა წესებითაც საზოგადოებრივი უნდა არსებობდეს და ამიტომ ვფიქრობ რომ მათ ძალიან ბევრ რაღაც საკითხს უნდა გადახედონ და სრულიად სხვაგვარად იქცეოდნენ და სხვაგვარად აშუქებდნენ მოვლენებს. ხელისუფლების სამსახურში ყოფნა ამ ტელევიზიის საქმე არ არის. მე მახსოვს მათი საქმიანობა, როცა აშუქებდნენ ჩემს მოვლენებს საზღვაო აკადემიიდან ჩემი გაძევების საქმესთან დაკავშირებით. მათ ძალიან ბევრჯერ გააშუქეს და მე მაშინ ახლაც მადლობელი ვარ იმ ჟურნალისტების, თუმცა მაშინ აჭარის ტელევიზიაში არსებობდა გარკვეული მიმართულებები ჟურნალისტური საქმიანობის, რომლებიც რეალურად აშუქებდნენ ჩემს საქმეს და არა ვთქვათ ყველა სხვა დანარჩენი მიმართულებები. ამიტომ მე ისიც კარგად მახსოვს თუ როგორ მოითხოვე აჭარის ტელევიზიის მხრიდან რომ მათ გაეშუქებინათ აკადემიური არაკეთილსინდისიერების ფაქტები საზღვაო აკადემიაში, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. რაც ძალიან ცუდია და რაც სადღეისოდ
უამრავჯერ გამოვლინდა თუნდაც უდიპლომო პრეზიდენტის მაგალითით, თუნდაც რაღაც გამოგონილი დიპლომის მქონე მოსამართლის მაგალითით და ასე სხვა უამრავი მაგალითი. ანუ ის რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ხდება საქართველოში, აი ამ მძიმე შემთხვევებმა, აი ამ მძიმე ფაქტებმა უკვე გამოჟონეს და უკვე ასე ვთქვათ საზოგადოება ამ ფაქტებზე ხმამაღლა საუბრობს. აი ამ საუბრიდან ალბათ მე იმედს ვიტოვებ, რომ მალე პერიოდში, როცა ეს ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად დაიწყება აი ამ უმახინჯესი, აი ამ უმძიმესი საუნივერსიტეტო პრობლემების გამოსწორების დრო და პერიოდი. სხვაგვარად საზოგადოება ვფიქრობ კიდევ ერთხელ აღმოჩნდება აი ასეთ მძიმე სიტუაციაში, როგორშიც ახლა ვარ. კიდევ უფრო გააქტიურდა ეს რეპრესიული ტალღა, ხო ივანიშვილის მხრიდან. როგორ ხედავთ ახლა წინააღმდეგობის გაძლიერებას, ისე რომ მოუხდეს ივანიშვილს უკან დახევა. ჯერჯერობით ის ყოველ შემთხვევაში ფორმალურად ასე ჩანს, რომ არაფერს არ თმობს და არ იხევს უკან. არა, მე ვფიქრობ ის ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით, რაც რუსული მართვის მეთოდია და რუსებს აქვს ასეთი გამოთქმა, სილა ის უმანი надо. ამიტომ აი ვფიქრობ ივანიშვილი სწორედ აი ამის მიხედვით მოქმედებს, ამ პრინციპის მიხედვით და ასევე ვფიქრობ რომ ივანიშვილი უკვე ჩართულია ისეთ საქმეში, რომელსაც ქვია ხანძრის დროს, აი ხანძრის ჩაქრობის აი სიტუაციური მეთოდების გამოყენება. და მალე უფრო დაუმძიმდება, მე ვფიქრობ, მას ეს სიტუაცია და უფრო შესაბამისად უფრო აი ალოგიკური ქმედებები მომრავლდება მის ქცევებში, პოლიტიკურ ქცევებში. ამიტომ მას ეს ყველაფერი წინა აქვს და ჩემი აზრით რაც შეეხება აი პროტესტის ასე ვთქვათ გაძღოლას ან თვითონ პროტესტის შინაარსობრივ მხარეს ვფიქრობ შემოქმედებითი მიდგომები გაცილებით მეტი უნდა იყოს. ანუ რას ფიქრობთ, ანუ რა თქვენი ვერსია? უამრავი რაღაცა არსებობს ტაქტიკა, არსებობს სტრატეგია, იგივე პოლიციასთან მიმართებაში, იგივე გამოხატვის ფორმებთან მიმართებაში, რა როგორ გაკეთდეს დროის რა მონაკვეთში და ასე შემდეგ. და ეს მე ვფიქრობ მხოლოდ სიარულით ან შეკრებებით არ უნდა შემოიფარგლოს. ვფიქრობ ბევრი რაღაცის მოფიქრება შეიძლება, ბევრი რაღაცის შეთავაზება, ან პოლიციის ქმედებებზე უფრო სხვაგვარი ქცევა, უფრო ჭკვიანური, უფრო გონივრული ისეთი ქცევები, რომელიც მათ განაიარაღებს, რომელიც ქცევებიც მათ ქცევებს უფრო სხვაგვარად წარმოაჩენს, უფრო საზოგადოების თვალში უარყოფითად, იმიტომ რომ ისინი რეალურად ძალიან უარყოფითად იქცევიან. აი მე ფაქტიურად ყოველდღიურად დავდივარ და აი აჭარის პოლიციის სამმართველოსთან აი იმ ცნობილ რამდენიმე ღამეს იქ ვიყავი და უშუალოდ ვნახე პოლიციელების ძალიან შეუსაბამო ქცევები, რომელი ქცევებიც აი უბრალოდ არამხოლოდ უკანონო იყო, არამედ ის ძალიან მარტივ სიტუაციებში ძალიან მიუღებელ ქმედებებს ახორციელებდნენ, რაც აბსოლუტურად საჭირო არ იყო. ამიტომ აი ამ მათი ქცევების უფრო ძლიერ დაფიქსირება, უფრო აი სააშკარაოზე გამოტანა საჭირო, შინაარსობრივად და ესე ვთქვათ ანალიზია საჭირო აი ამ ადამიანების ქცევების. აი მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი აი ქალბატონებს ფიზიკურად რამ ძიმე
ფიზიკურად როგორ მძიმედ ექცეოდნენ. რაც აბსოლუტურად საჭიროებას არ წარმოადგენდა იმ სიტუაციაში, მაგრამ აი ესე ცდილობენ რომ აი ანონის ფარგლებში მყოფი პოლიცია კი არ არის ამ შემთხვევაში, არამედ ეს არის აი რაღაც თავის სურვილებზე გამოდევნებული, თავის სურვილებზე დაფუძნებული ქცევების მქონე რაღაც რაოდენობა ადამიანების, რომლებსაც აწვიათ ფორმა. შესაბამისად ეს ყველაფერს უნდა მიეცეს შესაბამისი შეფასება და ძალიან დეტალური ანალიზი, რომ მოსახლეობამ კარგად დაინახოს თუ როგორ იქცევიან ისინი. რაც შეეხება აი ამ ლევანდელ და გუშინდელ სასამართლო პროცესებს, სასამართლო პროცესები უკვე რამდენჯერმე ვნახე ჩემს საუნივერსიტეტო საქმიანობასთან დაკავშირებით და ვიცი რომ ყოველთვის აი ესე ვთქვათ სასამართლო ისე არ იქცევა როგორც ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. საყოველთაო აზრია და მეც გავიმეორებ რომ ივანიშვილს სასამართლო მიტაცებული აქვს, ეს მას ჯიბეში აქვს და საერთოდ მთელი სახელმწიფო მიტაცებული აქვს, რაც ხალხის აი ამ მოძრაობამ, აი ამ პროტესტმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს თავის ლოგიკურ დასასრულამდე, რაც იმაში უნდა გამოიხატოს, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება უნდა დატოვოს. მადლობა. ეს იყო ვაჟანანიძე, თქვენს პოლიციას ისმენდით ბათუმის საპროტესტო აქციიდან. დღეს წვიმის ბათუმში, წვიმიანი ამინდია. და დღის განმავლობაში და მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად აქციის მონაწილეები იყვნენ სასამართლოსთან შეკრებილები, ასევე ცდილობდნენ სასამართლოს დარბაზებში შესვლას, რომ დაასწრებოდნენ ამ აქციებზე დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესებს, როგორ გაასამართლეს ისინი მოსამართლეებმა და პრაქტიკულად როგორ ჩაერთო აქტიურად სასამართლო იმ პროცესში, როცა ქართული ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი აქტიურად ცდილობს, რომ გააჩუმოს, ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში. პრაქტიკულად თითოეული მოქალაქე, რომელიც 11 და 12 იანვარს ბათუმში დააკავეს საპროტესტო აქციაზე, არც ერთი მათგანი დღეს და გუშინ მოსამართლეს არ გაუმართლებია, არც ადმინისტრაციული საქმის არმოება არც ერთ შემთხვევაში არ შეუწყვეტია და პირიქით გამოიყენა მოსამართლემ თითოეულ შემთხვევაში ყველაზე მკაცრი ღონისძიება, ყველაზე მკაცრი ზომა. ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა 5, 8, 10 ან 12 დღით, მაგალითად დღის ბოლოს ლუკა რაცვლიშვილის სტუდენტს 12 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მხოლოდ ერთ მოქალაქეს, რომელიც დააკავეს საპროტესტო აქციაზე, შეუფარდეს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა 8 დღით შეუფარდეს გურამ მურვანიძეს, ის გამოცემა ბათუმელების ოპერატორია და ისიც 12 იანვარს დააკავეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაში, სწორედ მაშინ, როცა ის იღებდა სხვა მონაწილეების დაკავებას ვიდეოზე და ვიდეოს გადაღების დროს სწორედ აკავებენ მას. ამის ამსახველი ვიდეოც არსებობს, ამსახველი ფაქტიც არსებობს. რაც თავარია ამ შემთხვევაში, გურამ მურვანიძის შემთხვევაში, გურამ მურვანიძეს თავად შეუზღუდეს პროფესიული საქმიანობის უფლება. ის არის ვიდეო ოპერატორი და სწორედ ვიდეოს იღებდა საპროტესტო აქციაზე, მაშინ როცა პოლიციელებმა შეუშალეს ხელი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. და რაც თავარია, მოსამართლემ რა როლი შეასრულა ამ პროცესში, მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, რომელსაც იურისტმა ყველაზე კარგი გამოსავალი შესთავაზა, რომ თავად მოსამართლე დარწმუნებული იყო პირველ რიგში იმაში, რასაც მას ავალდებულებს პირველ რიგში კანონი, რომ გაიგოს რა არის სიმართლე და პირველ რიგში ნეიტრალური მტკიცებულებებით, ეგრეთ წოდებული ნეიტრალური მტკიცებულებებით და არა პოლიციელების ჩვენებით, ჩვენებას დაერქმნოს, როცა ეს იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ამათ თუ იმ საქმეზე. ასეთი ნეიტრალური მტკიცებულება არსებობდა გურამ მურვანიძის საქმეში, ეს თავად გურამის მიერ გადაღებული ვიდეო იყო, რომელიც ეხლა
ეს მობილური ტელეფონი არის შინაგან საქმეთა სამინისტროში, ალბათ რომელიღაც სეიფში და მას როგორც გურამ ურვანიძე ამბობს, მას ცდილობდა პოლიციელები რომ ჩამოერთმიათ მისთვის მობილური ტელეფონი ისე რომ გაეხსნათ თან ტელეფონი და წაეშალათ პოლიციელებს ვიდეო რაც თავად იღებდა, მაგრამ მან მოახერხა დაბლოკვა ტელეფონის და არ მიეცათ იმის საშუალება რომ წაეშალათ ეს ვიდეო. თუმცა ამ ვიდეოს ამოღებაზე და ამ ვიდეოს ნახვის შესაძლებლობა არ მიეცეთ დღეს დაცვის მხარეს და ჩვენ არაერთ შემთხვევაში მოვისმინეთ უფლებადამცველების და მათ შორის საიას შეფასება, რომ პრაქტიკულად უფლებების დარღვევის ხარჯზე ცდილობს თითქოს მოსამართლე სწრაფი მარცხაჯულების ეფექტი შექმნეს, მაშინ როცა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება რომ მათ დაიცვან თავი, წარმოადგენენ მტკიცებულებები სასამართლოში და წარმოადგენენ ასე მოწმეები, რომლებიც მოყვებიან იმას თუ რა ხდებოდა საპროტესტო აქციაზე. მე აქ გეტყვით რომ დღეს 14 იანვარს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობა შეუფარდა მზია ამაღლობელს, ონლაინ გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის თანადამფუძნებელს და დირექტორს. აქ გეტყვით რომ მზია ამაღლობელს გამოძიება ედავება პოლიციაზე თავდასხმას. თუმცა ჩვენ ნახეთ არაერთ უფლებადამცველის მოსაზრება, შეფასება, ასევე ამერიკელი კონგრესმენიც კი გამოეხმაურა ამ საქმეს, მზია ამაღლობელის საქმეს, რომ ეს არის პოლიტიკური პატიმარი და არანაირი კანონიერი საფუძველი, რომ დაეკავებინათ მზია ამაღლობელი და მით უმეტეს მისთვის პატიმრობა შეეფარდებინათ, არ არსებობდა. დღეს მოსამართლემ ასევე უყურადღებოდ დატოვა ის შემთხვევა და ის ამბავი, რომ დაკავებულ მზია ამაღლობელთან დაკავებიდან მინიმუმ 3 საათის განმავლობაში არ შეუშვეს ადვოკატები და დაირღვა დაცვის უფლება. დაცვის უფლების რეალიზება გახდა პრობლემა. თუმცა პროკურორმაც, რომელიც ზედამხედველი პროკურორია ვლადიმერ თურმანიძე ის დღეს ესწრებოდა სასამართლოს ხდომას, მას ჟურნალისტებმაც დაუსვით შეკითხვა პროცესის შემდეგ, რატომ არ შეუშვეს ადვოკატი მზია ამაღლობელთან, რატომ ჩადარდა საგამოძიებო მოქმედებები ისე, რომ ადვოკატი არ იყო ამ დროს შესული მზია ამაღლობელთან და ადვოკატი არ ესწრებოდა ამ პროცესს. პროკურორმა ვერ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას. მან თქვა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელი შევიდა მზია ამაღლობელთან დაკავებიდან 9 საათის შემდეგ, თუმცა ალბათ ახსნა არ ჭირდება ამას, რომ სახალხო დამცველი არ არის ადვოკატი და დაცვის უფლება შეეზღუდა მზია ამაღლობელს. ასე არაერთი დარღვევაა მზია ამაღლობელის საქმეში, მათ შორის იმ კადრის ფალსიფიკაცია, რის გამოც ახლა დღეს აჭარის ტელევიზიასთან მოვიდნენ დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეები, მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ აჭარის ტელევიზია ამჯერადაც დაკავდა ფალსიფიკაციით, როგორც წინა წლებში წინა ხელისუფლებების დროს ეს არაერთ შემთხვევაში მოხდა. და ის კადრი, რომელსაც დღეს იყენებს ქართული ოცნება და პროსახელისუფლებო არხები, რომ თითქოს მზია ამაღლობელმა სილაი გააწნა ირაკლი დგებუაძეს, ეს იყო დამონტაჟებული კადრი და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც ხდებოდა აჭარის მთავარი სამმართველოს წინ 11 იანვარს. და საინტერესოა ასევე ის, რომ მზია ამაღლობელი საუბრობს არასათანადო მოპყრობაზე, მას შემდეგ რაც ის დააკავეს, ასევე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გამოცემის ვებგვერდზე გავრცელებული კადრები, თუ როგორ ეპყრობიან მას პოლიციელები. გამოძიება დაწყებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან. თუმცა ჩვენ ასეთი არაერთი გამოძიება გვინახავს, მათ შორის ბოლო საპროტესტო აქციებზე, როცა ძალადობენ ადამიანებზე, ძალადობენ ჟურნალისტებზე, აწამეს მოქალაქეები არაერთ შემთხვევაში, ათეულობით და ასობით მოქალაქე მოხვდა საოპერაციო მაგიდაზეც კი და მას ქირურგიული ჩარავაც კი დასჭირდათ იმის გამო, რომ მათზე იძალადეს მოქალაქეებმა, ასევე იძალადეს პოლიციელებმა და ამის ვიდეო მტკიცებულებები ჩვენ არაერთი ვნახეთ, თუმცა დასჯილი პოლიციელი ჩვენ არ გვინახავს იმ სისასტიკის გამო, რაც არაერთხელ გამოვლინდა და ვნახეთ. სამაგიეროდ გამოძიება ყველაზე მძიმე მუხლით და ყველაზე მძიმე კვალიფიკაცია მისცეს სამართალდამცველებმა მზია ამაღლობელის შემთხვევას. ეს არის პოლიციელის თავდასხმაო, ასეთია მათი შეფასება.
და დაზარალებული სტატუსი მიანიჭეს ირაკლი გებუაძეს, რომელიც ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელი პირია, მას ასე უნდა ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზაც, როგორც ჩვენ ეს ადვოკატმა ამ საქმის ადვოკატებმა გვითხრეს. ასეთი ამოცემულობა ამ დროისთვის უკვე 48 დღეა გრძელდება საპროტესტო ტალღა ბათუმში. დღეს პრაქტიკულად საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ ძირითადად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და სასამართლოს სტომატა დარბაზებში, სადაც განიხილებოდა რეპრესიულად დაკავებული საპროტესტო აქციის მონაწილეების საქმეები და ჩვენ ნახეთ, რომ ყველა შემთხვევაში მოსამართლეება გაამტყუნეს საპროტესტო აქციის მონაწილეები, როცა პირიქით მათი უფლება დაირღვა, მათი გამოხატვის თავისუფლება დაირღვა და მაგალითად ასფალტის საფარზე გაკრული სტიკერის გამო იფიცება საქართველოს დააკავეს აქციის მონაწილე, მათ შორის იგივე მზიამაღლობელი გამოცემა ბათუმელების თანდაფუძნებელი თავდაპირველად დააკავეს სწორედ იმის გამო, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარის სამმართველოს შენობის ღობეზე გააკრა სტიკერი იფიცება საქართველოს, რაც არის მისი აბსოლუტური გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, თუმცა სამართალმცველებმა ამ შემთხვევაშიც ამჯობინეს კანონის დაცვას დაეცვათ ივანიშვილის ინტერესები, ან ყოველ შემთხვევაში ეს არ იყო კანონის მიერი ინტერესები და კიდევ ერთხელ ჩვენ ნახეთ თუ როგორ არ დაიცვეს და პირიქით დააკავეს მოქალაქეები იმის გამო, რომ ისინი სარგებლობდნენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით. სწორედ ეს სტიკერები იფიცება საქართველოს და ეს აქცია დაგეგმილია ხვალისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 საათზე იფიცება საქართველოს. ნახოთ როგორ გამართება პროცესები, ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის. ჩვენ აუცილებლად მოგიყვებით აქ მომხდარი ამბების შესახებ, ეს უკეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელების ჯიდან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.